და მიმდინარეობს და დარბაზში სიტყვას სესია. ამას აღნიშნია და უმუშევრობის ხალხური რეფორმები ბევრი რამ რაც შეიძლება მიმართა დაკავშირებით. მიმაჩნია რომ ავსტრიისთვის ასევე ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის წევრებს ამ სააგენტოს მეშვეობით ასევე გავბედავდა ვირთველი სახელმწიფო საფის ჩვენი დედაქალაქის არის კომპეტენციებში ვიჭრები, მაგრამ თავისუფლებას მივცემ, იმიტომ რომ საწყისი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია ხალხური რეწვის განვითარების ხელშეწყობაზე, რასაც რამდენიმე მთავარი შედეგი მოყვება აუცილებლად. პირველ რიგში ეს იქნება ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი, ვინაიდან ხალხური რეწვის ნივთები, რაც ჩვენ ტრადიციებთან არის დაკავშირებული და ტრადიციების მიხედვით წარმოებასთან არის დაკავშირებული, როგორც წესი ტურისტებისთვის ძალიან საყვარელი შესაძენი ნივთია, როგორც წესი. მეორეს ეს ხელშეუწყობს იმ მცირე მეწარმეების, ასე ვთქვათ, ეკონომიკური შემოსავლების გაზრდას, რომელთათვისაც ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს არის მათი ოჯახების რჩენის მნიშვნელოვანი წყარო და გარდა ამისა გაიზრდება საბიუჯეტო შემოსავლები ამ თვალსაზრისით და სოციალური დატვირთვის მქონე პროექტიც არის თავისი არსით. სწორედ ამიტომაც ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი მსჯელობების შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება ამ პროგრამის შექმნასთან დაკავშირებით. იყო განხილვები როგორც მერიაში, ასევე საკრებულოში და საკრებულოს მხრიდან მისი დამტკიცების შემდეგ უკვე რეალურად დავიწყეთ ეს პროგრამა, რომელსაც მეწარმეების ხელშეწყობის ცენტრი განახორციელებს.